შპროტის პაშტეტი. კი ბატონო. ეგ არის. აი. მოკლედ. წავაწყდი ესეთ რეცეპტს. საკმაოდ საინტერესო. გემრიელიც უნდა იყოს, ვცადოთ, ერთად მოვამზადოთ. საკმაოდ აბა რისთვის ვამზადებ თუ ვერ იქნება? სულ შენ შეჭამ მერე. თუ არ გამოვა, თუ გამოვა, შენ არ გაჭმე. ჩვენ დაგჭირდება მდნარი ყველი 150 გრამი, ორი პატარა შეკვრა მდნარი ყველი. დაახლოებით 1/9 სუფრის კოვზი მაიონეზი, თუ გნებავთ 30-50 გრამამდე. 1 კილო შპროტი. თუნუქის კილო შპროტი. დიდი იყოს, უფრო გემრიელი იქნება. 3 მოხარშული კვერცხი, 2 ღვინინი, ცოტა კამა და აქ არის 2 პატარა მჟავი თითრი, შეგიძლიათ 1 მოწვრილი მჟავი თითრი აიღოთ. და რა თქმა უნდა, მთავარი გმირი ბლენდერი. დავბლენდეროთ ახლა ყველაფერი. ბრენდელი, ხო? შპროტი. მაიონეზი. შეგიძლიათ ჩემი რეცეპტით მომზადებული მაიონეზი შევდოთ. 2 ღვინინი, 2. ჰოპ. მჟავი კიტრი. და გამოვიდა ოლივიე თევზით. თევზის შპროტის ოლივიე. ჩავაჭერათ კამა. რატო ჩავაჭერათ? იმიტომ რომ იხვევა ბლენდერზე. მაინც ჩავაჭრი. პაშტეტი მზად არის. ვაგემოვნებთ. ნაზი პაპუკი. ძალიან გემრიელი. El dresici chiaro? Ma c'è il piano!